ერე იარე ავედით შეიძლება გამატე სტუმართა კარში გოლი გაიტანა გიორგი ჭანუყვაძე. სტუმართა კარში გოლი გაიტანა გიორგი კაშია. Ovida mesame. სტუმართა კარში გოლი გაიტანა გიორგი კაშია. Bravo! Lascia, ovida mesame, გეგონე. Aha! Bravo! Okro! სტუმართა კარში გოლი გაიტანა ნიკოლოზ მარშალიშვილმა. Bravo, მეწყალი! ეს იყო კლასიკა. დაგიდა შუქი. აშო. ვინ? Utiase! სტუმართა კარში გოლი გაიტანა ნიკუშა მარშალიშვილმა. Brasilia! Eka! Goli! Magari goli! Goli magari! პირველ რიგში სეზონი შევაფასოთ, დაძაბული სეზონი იყო. ადგილის სასარჩენად ვიბრძოდით და ყოველთვის რთულია, როცა ამ მიზნისკენ მიდიხარ და რა ვიცი, ერთთანიანი ძალისხმევით, სტაფის, ბიჭების ძალისხმევით შევძელით, რომ დავრჩით და შევინარჩუნეთ ადგილი და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს უკვე სიახლეები გვაქვს გუნდში და იქნება ის მიზანი, რომ გადავიდეთ შემდეგ ლიგაში და ბიჭებიც, რა ვიცი, სამსახურო შტაფით ვიზამთ ისე, რომ ეს მიზანი როგორმე განმახორციელოთ და ის დიდება, რაც ოზურგეთის მერცხალს ჰქონდა ადრე, დავაბრუნოთ დღევანდელობაში. მინდა თითოეულ ოზურგეთის მერცხალის გულშემატკივარს, ჩვენს კლუბის თითოეულ წევრს მინდა გადაუხადო უგმესი მადლობა იმ თავდადებისთვის, რომ ეს სამი ქულა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
და ჩვენ უკვე თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ვინარჩუნებთ ადგილს ამ ლიგაში, მეოთხე ლიგაში. რაც შეეხება საომავლოდ გეგმებს, საკეთებელი ძალიან ბევრია. ფაქტიურად ნულიდან ვიწყებთ მშენებლობას ახალი ოზურგეთის მერცხალის. აუცილებლად უნდა გაკეთდეს ბავშვთა აკადემია, კომპეტენტური უნდა მოვიწვიოთ მწვრთნელები, რომლებიც გადაამზადებენ არსებულ ოზურგეთის მერცხალში მყოფ მწვრთნელებს და ასევე მნიშვნელოვანია ჩართულობა ფეხბურთის ფედერაციის როლი. დარწმუნებული ვარ, რომ ჭიდრო თანამშრომლობით მერიასთან, მუნიციპალიტეტთან, ფეხბურთის ფედერაციასთან ჩვენ დავუბრუნებთ ძველ დიდებას ოზურგეთის მერცხალს.